ეს იყო რა. სად ვიყუროთ? თუ ერთმანეთს ვიყუროთ. თუ შენ გიყურო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩართეს 2024 წლის შემაჯამებულ ვიდეოში. 2024 წელი მთელი საქართველოსთვის რთული აღმოჩნდა. ამ დროს განსაკუთრებით გრძნობდით ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ არ გავჩერებულიყავით. ველოდებული ვიყავით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ლეპტოპები მიგვეტანა, ინტერნეტი დაგვაფინანსებინა და ამით ხელი შეგვეწყო, რომ განათლებისკენ უფრო გაბედული ნაბიჯები გადაედგათ. წელს ჩავერთეთ პროექტში 398 მოსწავლე და ჯამში 7 წლის განმავლობაში 2836 ახალგაზრდა შემოუერთდა პროექტს. მიუხედავად სირთულეებისა, წელს მუშაობა დავიწყეთ გალში და თქვენი მხარდაჭერით უკვე 90 ოჯახს აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი. ამის გარდა წელს ვიმუშავეთ მაღალმთიან აჭარაში, რაჭაში, ლეჩხუმში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში, ასევე იმერეთში. სამწუხაროდ საბოლოოდ გამოგვეცალა ხელიდან ჩვენი მძღოლის ლერის მანქანა და კიდევ ერთხელ ვიგზავნით თქვენი მხარდაჭერა, რადგან იმავე დღეს გვათხოვეს სულსასყიდლოდ მანქანა და შევძელით მაღალმთიან აჭარაში დაბრუნება. წელს ჩვენმა რამდენიმე მხარდამჭერმა წაგვიყვანა ველზე, რაც დაგვეხმარა უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და მათაც უკეთ გაეგოთ როგორ მუშაობს პროექტი ჩართე. ჩვენი ჩართული მოსწავლეების განათლების მიმართულებაზეც გეტყვით, წლის განმავლობაში კვლავ ვაგრძელებდით მათთვის სხვადასხვა სასწავლო რესურსების გაზიარებას, პარტნიორების დახმარებით მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი გაიარეს, ძირითადად ტექ სფეროებში და დასაქმების შესაძლებლობაც გაუჩნდათ. ზუმერის მხარდაჭერით კიდევ ერთი საგანმანათლებლო ბანაკი მოვაწყვეთ და თბილისში უმასპინძლეთ გალევ მოსწავლეებს. ჩვენი მეგობარი კომპანიები დაგვეხმარნენ, რომ ეს 4 დღე მათთვის შთამბეჭდავი და საინტერესო ყოფილიყო. წელს კიდევ უფრო გავაქტიურდით ფიზიკურ სივრცეში და სხვადასხვა ღონისძიებებში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ბევრ ჩვენს დონორს პირადად შევხვდით. არ ვიცით, რას გვიმზადებს 2025 წელი, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად ბოლომდე იბრძოლებს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. საქმიანობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ხშირად ვაწყდებით მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და გვჯერა, რომ ჩვენი მოსწავლეები იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას. სახელმწიფოში, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა ისმის, სახელმწიფოში, სადაც დაცულია შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. სახელმწიფოში, სადაც არავის უწევს ემიგრაციაში წასვლა უკეთესი ცხოვრებისთვის და სახელმწიფოში, რომელიც მის ახალგაზრდებს, მის მოსწავლეებს თავაზობს ხარისხიან განათლებას, თანასწორო შესაძლებლობებს და სამართლიან ანაზღაურებას. იმედი გვაქვს, რომ ეს წელი იქნება ერთიანობის, გამარჯვების და წარმატების წელი.